ჩარლი ჩაპლინის ირონია. ერთხელ ჰოლივუდში ჩაპლინი დაესწრო საკუთარი მსგავსების კონკურსს და მესამე ადგილზეც კი ვერ გავიდა. წარმოიდგინეთ ეს სცენა. კაცი, რომელმაც შექმნა საუკუნის ყველაზე ცნობადი სახე, ვერ გახდა საკმარისად ჩაპლინი იმ სცენაზე, სადაც მხოლოდ მას ელოდნენ. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ იმიტატორებმა უფრო ზუსტად გადმოსცეს საზოგადოების წარმოდგენა ჩაპლინზე. ისინი უფრო კარიკატურულები იყვნენ, უფრო სტერეოტიპულები. ჩაპლინის პერსონაჟი, მაწანწალა, იმდენად გაცამტვერდა, რომ მან ჩაპლინის პიროვნებასაც კი გადააჭარბა. ეს არის პარადოქსი ორიგინალსა და ასლს შორის. ხშირად საზოგადოებას სურს არა რეალობა, არამედ მისი გამარტივებული ვერსია. ნიღაბი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო. საბოლოო სახეც კი გადაფარა. ზოგჯერ ჩვენივე შექმნილი ბრენდი ან რეპუტაცია იმდენად ძლიერი ხდება, რომ ჩვენ თვითონ ვერ ვეტევით მასში. ირონია ის არის, რომ კაცი, რომელმაც შექმნა საუკუნის ხატი, ვერ გახდა საკმარისად თავისი თავი იმ სცენაზე. ეს ისტორია დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე. სოციალური ქსელების ეპოქაში ჩვენ ხშირად ვცდილობთ ვიყოთ ჩვენივე პროფილების იმიტატორები. ველოდებით რეალობას, რომელიც ემთხვევა ჩვენსავე შექმნილ იმიჯს. ორიგინალობა ხშირად მარცხდება სტანდარტიზებულ ხარისხთან შედარებით. მაგრამ ჩაპლინის ეს მარცხი სინამდვილეში მისი უდიდესი გამარჯვებაა. იგი ადასტურებს, რომ ნამდვილი ხელოვნება ეკუთვნის მსოფლიოს. მისი შექმნილი სამყარო იმდენად ძლიერი იყო, რომ მასში თვითონ ავტორიც კი ვერ ეტეოდა. გენიოსს შეუძლია ჩაჯდეს უცნობთა შორის და არ განიცდიდეს ამისგან ზიანს. ნამდვილი დიდება არ საჭიროებს მუდმივ დამტკიცებას. საბოლოო ჯამში ეს ირონია გვასწავლის მთავარს. ზოგჯერ იმისათვის, რომ საკუთარი თავი იყო, საჭიროა არ ეცადო საკუთარი თავის მსგავსად გამოჩენას. იყავი ორიგინალი და არა ასლი.